ძახით ადეიშვილს ჭკვიანს და ვანოს სულელს, იმიტომ რომ ქვეყნიდან ვერ გაიქცა და დაჯდა, როგორც იტყვიან. აბა აუხსენით მატროსოვის ციხეზე კვირა ერთია და რომ დადიხართ ვიზიტებად და იარეთ, იმიტომ რომ პატიმრისთვის ყველა ვიზიტი მნიშვნელოვანია. ჩვენ პირიქით მივესალმებით ამას. მაგრამ ამ კაცს აუხსენით, რომ არ ხართ თქვენ მის წინაშე პირნათელები. ვანო თუ ჰიტლერია, პატიმარია. ქალბატონო თინა და მისი მოტყუება არ არის კარგი და კაცური და ადამიანური და მორალური საქციელი. ბატონი ოთარი ვანოს ატყუებდა გიცავო. ბატონი გიგა ბოკერია მორიგჯერ აღარ მახსოვს კვირიკაშვილის მთავრობას რომ ამტკიცებდნენ ქანდარაზე შემომჯდარი ქუთაისის პარლამენტში მეუბნებოდა რომ ვანო იულია ტიმოშენკოაო და სტრასბურგი გაგაშვებინებს, იმიტომ რომ დავაწააგეო. ბატონ გიგას ვეუბნეოდი, ნუ ატყუებთ პატიმარს. არ არის ვანო იულია და მას არ გაათავისუფლებს სტრასბურგი მეთქი. სად არის ვანო? გამოვიდა ვანო, რატომ ატყუებთ? თუ გამოვიდა და გამომეპარა. ნუ ატყუებთ პატიმრებს, ვინც არ უნდა იყოს ის. ამასობაში ბატონი ოთარი ითხოვდა ფულს, ვანოს დაცვაში ითხოვდა ფულს, ვერც ის გაიგო პოლიტიკოსია, ადვოკატია, ნაცია, ევრონაცია, ვერ გაიგო ვერაფერი, მაგრამ გირვანქა სტერლინგებში ითხოვდა ხაზინიდან თანხას, რომ ვანოს დაცვაში ფული მინდაო. ამ ნაწილში რომ დავამარცხე, ამას რატომ არ მithulis წარმატებად? იმიტომ რომ ეს მისი მარცხია, ანუ